არასრულწლოვანზე ძალადობის შემზარავი ფაქტი. გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის 50 წლის ბიძა დააკავეს. დაზარალებული ბავშვი მეოთხე კლასშია, მას ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ამ დრომდე არ გაუვლია. ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს, ფსიქოლოგის შტატისთვის კი საჭირო ფინანსები ვერც მოზარდის სკოლაში მოიძებნა. Შიშველი გარბოდა ბავშვი და ისიც მისდევდა. პოლიციამ გადაუღო და ის გადააგზავნეს. 50 წლამდე მამაკაცი პოლიციამ სავარაუდოდ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობის დროს დააკავა. გოგონა ამ პერიოდში დროებით დეიდის ოჯახში ცხოვრობდა. მეზობლები ყვებიან, რომ დაკავებისას ბრალდებული საკუთარ ავტომანქანაში ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვები თავისებისაც ჩასხავდა ხოლმე მაშინაში და სულ ერთად იზრდებიან მაგი ბავშვები და იმისი და მაინც ეგ ბავშვი მე რა ვიცი. მე ვიცი რომ მაგას ეს საჯელი მისეს ნასო მდგომარეობაში სამართა დამცველებს თუ წინააღმდეგობა გაუწია. მაგრამ როგორც ასე რომ სექსუალური ძალადობით ეს მე ამას გამოვიცხარ. თუ მაგის გამკეთებელი არის, ერთი იმ მოსამართლემ იმის ნება მომცეს და 2 წუთი მაცალოს ჩემი ხელი თუ არ დავარჩუ. მეოთხე კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების სავარაუდო მცდელობის შესახებ ინფორმაცია აქვს სკოლაშიც, სადაც გოგონა სწავლობს. როგორც ყველა ბავშვი ისე იქცეოდა, არანაირი ამ ბავშვს არც ძალადობის, არც ჩვეულებრივ თამაშობდა ბავშვებთან, ეკლესიაში დადიოდა ხშირად, მეც იქ ვიყავი ხოლმე და მოძღვართან მიდიოდა, არანაირი არაფერი არ ეტყობოდა. ვიცით რომ იყო ასეთი, მაგრამ ეს ჭორის დონეზე თვითონ ბავშვისთვის ჩვენ არაფერი არ შეგვიტყვია. საერთოდაც ასეთი ბავშვი იყო, გულჩათხრობილი და ისეთი მაინც და მაინც რო თქვა ძალიან გახსნილი და ასეთი ბავშვი არ არის. გახდა თუ არა მეოთხე კლასის მოსწავლე საკუთარი ბიძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ამის გარკვევას ბრალდებულის ოჯახში შევეცადეთ, თუმცა ბავშვის დეიდამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. რატომ არის დაკავებული შეგიძლიათ გითხრათ? არასრულწლოვანი გოგონა ცხოვრებას ახლა მშობლებთან ერთად განაგრძობს. სკოლაში იშვიათად დადის. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი არ გაუვლია, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია და ამის შესაძლებლობა არ აქვს. მცირე კონტინგენტიან სკოლაში კი, სადაც არასრულწლოვანი სწავლობს, ფსიქოლოგის შტატი არ აქვთ. ძალადობის ნებისმიერი შემთხვევის დროს აუცილებელია ამ პროცედურების ჩართულმა პირებმა მოახდინონ შეტყობინება ბავშვზე ძალადობის შესახებ. შეტყობინება აუცილებლად უნდა გაკეთდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში ყავს კვალიფიცირებული ფსიქოლოგები, რომლებიც იმუშავებენ ამ ბავშვთან. თორემ ეს ტრავმა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება გახდეს ბავშვს. განათლების სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს. საქმე 140 მუხლით არის აღძრული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში რჩება. უცნობია აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2017 წლის იანვარ-თებერვალში 140 მუხლით ჩადენილი დანაშაულის 6-6 მარტში კი 19 შემთხვევა გამოვლინდა.